გამარჯობა ფერმერებო, დღეს მინდა ვისაუბრო რა ძირითადი სხვაობაა თურქულ და იტალიურ შემაცხოვრებლებს შორის. თურქული წარმოების შემაცხოვრებელი ტაგრენის წარმოება, რომელსაც აქვს 105 ლიტრი წუთში წარმადობის ტუმბო და 75 სანტიმეტრის დიამეტრის უკანა დამბერი ვენტილატორი და კაფინის იტალიური წარმოების ტონიანი შემაცხოვრებელი, რომელსაც აქვს 120 ლიტრი წუთში ტუმბოს წარმადობა და 90 სანტიმეტრიანი დიამეტრის ვენტილატორი. ამ ორ აგრეგატს შორის სხვაობა არის ძირითადი აგრეგატები: ტუმბო, ვენტილატორი და ძარა. იტალიურ შემთხვევაში გვაქვს გალვანიზირებული ძარა, მაღალი წარმადობის კომეტის წარმოების ტუმბო და 90 სანტიმეტრიანი ვენტილატორი, რომელსაც უფრო დაბალი ცხენის ძალა ჭირდება, ვიდრე სტანდარტულ თურქული წარმოების ვენტილატორებს. ასევე იტალიური წარმოების შემაცხოვრებლებში ძირითადად გვხვდება ხოლმე გიდროაკუმულატორი, რომელიც თანაბარ წნევას აძლევს უკან გამრქვევებს. რა თქმა უნდა, ამ ორ აგრეგატს შორის პირველი შესამჩნევი განსხვავება არის ფასი. თუმცა მე მინდოდა ამ ვიდეოს მთავარი იდეაც ის იყო, რომ თქვენთვისაც მეჩვენებინა გარდა ფასისა ყველაზე შესამჩნევის რა იყო პატარა სხვაობები ამ ორ მწარმოებელ ქვეყანას შორის. თუ მოგწონთ ესეთი ვიდეოები, თხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი.